ანეკდოტი რადიო მაესტროს ეთერში. დათო უსუფაშვილი მივა სახლში დაღვრემილი. თინა, რა ვქნათ, ჩვენ ბიჭებს მალე ჯარი უწევსო. არი ნერვიულო, საყვარელო. გაწევა უკვე გავაუქმე. კატლეტები კი მაცივარშიაო. ლევან ვარშალომიძე დგას მტირავას მთის წვერზე და მიმართავს ელექტორატს. მომიახლოვდით შვილნო ჩემნო, რომ დაგწმინდოთ ცოდვებისაგან, რომელნიც მძიმელოდებად გაწევთ უწინდელი არჩევნებიდან და გახაროთ, რომ მალე წინასწარმეტყველი მოევლინება საქართველოს და სახელი მისი იქნება მიხეილ ოდესელი. გიგი წერეთელს ეკითხებიან, ევროპარლამენტის ასამბლეის პრეზიდენტი რომ გახდები, პირველ მიმართვაში რას ეტყვი ევროპარლამენტარებსო? რასდა? დულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში, მათ შორის თქვენც. რა ხდება ქართველებო? რატომ გაუშვით ეგ ახმედ ჩატაევი? ხომ ხედავთ რა ამბები დაატრიალაო? თქვენ კაი ხალხო, ბუფონმა გაუშვა და ჩვენი გიყვით? ქართველი ხალხი მიმართავს ევროკავშირს. ებიჭო, გვაძლევთ მაგ ვიზა ლიბერალიზაციას სექტემბერში თუ არაფერი გამოვა მაგ საქმიდან და დავიწყოთ დიქტანტების წერა. სააკაშვილს ეკითხებიან, დიდგორის ველზე რატომ გადაწყვიტე ყრილობის ჩატარებაო? იმიტომ რომ მან მაგარი ყაყა ჩოიზდება რა. გაიგებ რა. ანეკდოტი რადიო მაესტროს ეთერში.